მოდი რა, ივან მოდი რა. სანდრო. მოდი რა. მოდი ეს გავაგორო ხალხი. ეს გამოაქვს. Egurt xogi qvar. Iya. Გამოყარ, მაგრამ აი ბარსელონას ბორნო. თავარი მე კიდე კაი ფორმას გამოგიგზავნით. აგერ ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტია, ერთი რამ მინდა გითხრა, რატომ ლევანი გაახამდა მათა ამბიაში უარი თქვა, იმიტომ რომ პატრიოტია და ძალიან კარგი და ღირსეული ადამიანია და მნიშვნელოვანი გზის დასაწყისი. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ დღეს გომარუდან ქართულის ფეხბურთის გამოყვანა და აი ამ მომავალთაობას მიწეთ საშუალება, რომ სოფლიო დონის ვარსკვლავები გახდნენ. ამეული ნიჭიერი ბავშვი ჩვენთვის არის ნამდვილად აი თითო არის პატრონტარიუმ 100 მეტრზე მეტია და ერთი სასტუმრო ის ცენტრალური სტადიონი თუ ცენტრალური აქ უნდა გააკეთოს. კი, აქ უნდა იყოს აუცილებლად. აი ეს წერს და უკას გავატანეთ ჩვენ ის აზომით ისინი გადავუგზავნით. აი ეს ბაზაზე არიან სულ ბაზაზე ეს პროგრამაში უნდა ჩავსვათ. ახლა როგორ თამაშობს თქვენ? მშვენიერი შეგება უნდა ამ. შეგობთ. გრადი, არ არის დაჟანგა. დღეს გიდა დროა შემდეგ. ისინი საფუძველი სკოლა იყო და ეს ანგრეული საფუძველი. ვა, ან ქალაქში მუშა კაი ადგილი რა. სასტუმროც ააშენე გაძლევ. ოღონ ამის სანაცვლო სტადიონი გააკეთე რა. რებილები. ხორვა ჩვენ პატრონტარიას ის ადგილი. შესასწავლელი. ის ადგილი გამა. ქუთაის ვეთამაშებით, ცოტა გაღახსენე. ქუთაისის თემაცემები. ეს ასადიანია. სახელმწიფოს დახმარებით არნახული აღშენებლობის პროცესი მიდის ინფრასტრუქტურის, ბუნებრივია ეს ქართული სპორტის განვითარებას ხელს შეუწყობთ, მოგეხსენებათ თოთ ახალ სტადიონს ვაშენებთ თბილისში, რუსთავში და ქუთაისში, თუმცა ამით არ ვაპირებთ ჩემო პროგრამას, დავდივართ თითქმის ყველა რეგიონში, ვათვალიერებთ ინფრასტრუქტურას, წლების მანძილზე სამწუხაროდ ბოლო 20 წლის მანძილზე ამ ინფრასტრუქტურის კუთხით იშვიათი გამონაკლისის გარდა არ კეთდებოდა არაფერი, სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა არის შესაძლებლობა იმისა, რომ თუ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ჩვენ შევმუშავებთ ამ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და შემდგომი განვითარების გეგმას, აუცილებელია, რომ ჩვენი პროგრამა გამახორციელოს და ეს შესაძლებლობას მისცემს ადგილზე ახალგაზრდებს უფრო აქტიურად ჩაემა სპორტში. მასობრივი სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, ამას ვერ შევძლებთ თუ ჩვენ ინფრასტრუქტურა არ განვითარებთ და ჩვენ უკვე ამ პროექტზე დავიწყოთ მუშაობა. იმედია, რომ ეტაპობრივად დავიწყოთ არსებული ბაზების მშენებლობას და განვითარებას და რეაბილიტაციას. ეს არის ჩვენი სავალი საფიქრებელი და სწორედ ამიზნით ვართ რეგიონებში. და კიდე გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, უკვე აღმოსავლეთ საქართველოში და მთელ საქართველოს მოვიცავთ და გვექნება სრული სურათი თუ სად რა სამუშაო უნდა ჩატარდეს. ბატონმა დარიელ ხეჩიკაშვილმა ჩვენი სპორტის მინისტრმა მოიერა თითქოს იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტი და დაათვალიერა ის პერსპექტიული ადგილები, სადაც არსებობდა, სადაც არ არის სტადიონები და სპორტული ბაზები და დიდი იმედი მოგცა, რომ იმის გარდა რომ რაც იხსნება ქუთაისში 2017 წელს რაგბის და ფეხბურთის სტადიონები 20 სტადიონი დაახლოებით, ამის გარდა კიდევ უამრავი სხვა სტადიონის რეაბილიტაცია მოხდება. მე და სპორტის მინისტრი ბატონი დარიელ ხეჩიკაშვილი მივყოფილდით რაჭა ლეჩხუმი
რეგიონში, სადაც დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურა, გავეცანით, ვნახეთ, რომ ამ რეგიონს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რამოდენიმე სტადიონი ვნახეთ, რომლის რეკონსტრუქციაც იგეგმება ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად და მე ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში აგრეთვე რეგიონებში შეემატება სტადიონები. ფეხბურთს, შემდეგ ვიყავით ტყიბულის რაიონში, როგორც ადგილობრივი ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი იქნება ეს სტადიონები, ასევე შესაძლებელი იქნება, რომ გამოვიყენოთ ახალგაზრდული ნაკრები გუნდებისთვის. ამისთვის სწორედ გუბერნიები გამგეობა ძალიან გვიდგანა მხარში და სწორედ ნაყოფიერი შეხვედრა იყო ჩემის აზრით ეს გასვლა.